ევროკავშირი 12 ოქტომბრიდან საზღვრის გადაკვეთის წესებს სრულის, რასაც ყველა წევრი ქვეყანა უნდა შეუერთდეს. პროცედურა სახის სკანირებასა და თითის ანაბეჭდის აღებას მოიცავს. ინფორმაციას Union ავრცელებს. ის ქვეყანაში შემავალი და გამავალი ყველა პირისთვის მუდმივად იმოქმედებს. ევროკავშირის ამოცანა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და მონაცემთა საკუთარი ბაზის მოდერნიზება, რომ სხვადასხვა ქვეყანა ერთმანეთთან დააკავშიროს, უსაფრთხოება გააძლიეროს და განსაკუთრებით შენგენის ზონის გარე საზღვრებზე მესაზღვრებს მესამე ქვეყნის მოქალაქეების გაკონტროლების საშუალება მისცეს. ევროპარლამენტმა საზღვრის გადაკვეთის, ანუ შესვლა-გასვლის ახალი სისტემა ივლისში ამტკიცა. ის შეეხება ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ამ ეკონომიკური გაერთიანების წევრი არ არის. პასპორტში ჩვეულებრივი შტამპის ნაცვლად ტურისტებს ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებისთვის მნიშვნელოვანი პროცედურის გავლა მოითხოვებათ. როგორიც არის თითის ანაბეჭდის სახის სკანირება და საერთაშორისო პასპორტი. ასევე პირი მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას უნდა დაეთანხმოს, რაც სისტემაში შეინახება. მონაცემთა შესაბამის ბაზაში, რომელიც მუდმივად განახლდება, ევროპის ქვეყნებში შესვლისა და გასვლის შესახებ ინფორმაცია იქნება შენახული. ამასთან, ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებისა და სხვა ახალი ზომების გამო მონაცემთა დამუშავებისა და საზღვრის გადაკვეთის დრო შესაძლოა გაიზარდოს. არსებული ინფორმაციით ეს პროცედურა ერთჯერადი კი არ იქნება, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში საზღვრის გადაკვეთისას ყოველ ჯერზე გატარდება. ის მომავალი წლის მარტისთვის პასპორტის შტამპებს სრულიად ჩაანაცვლებს. მონაცემთა შეგროვება და დამუშავება ავტომატურად მოხდება. პოლონეთმა ახალი სისტემის ტესტირება უკვე დაიწყო, ხოლო 12 ოქტომბრიდან პროცედურა თანდათან სხვა ქვეყნებშიც დაინერგება. ის შესაძლოა ერთდროულად ყველა შესაბამის საზღვარზე ამოქმედდეს. ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები შეზღუდულ გარემოში ჩატარდა. ქართული ოცნების თვითდანიშნული ოფიციალური პირების მიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თვეების განმავლობაში მიმდინარე რეპრესიების კონტექსტში. გმობთ იმ ფაქტს, რომ ოფიციალურმა პირებმა ფაქტობრივად აღკვეთეს სანდოს საარჩევნო დამკვირვებლების დასწრება, ეუთო ოდირისთვის დაგვიანებით გაგზავნილი მოწვევით და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვებით ხელი შეუშალეს ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დაკვირვებას. ნათქვამია განცხადებაში. ევროპარლამენტარები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ არჩევნების შემდეგ ქუჩებში ძალადობრივი შეტაკებებით და ყველა სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. ქართულ ოცნებას მოვუწოდებთ შეწყვიტოს დემოკრატიაზე თავდასხმა და პატივისცეს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებებს, შეწყვიტოს დემონსტრანტების დაპატიმრება და უკანონოდ დაკავებულები გაანთავისუფლოს. ასევე ვგმობთ მზარდად აგრესიულ კამპანიას ევროკავშირის წინააღმდეგ, მათ შორის პერსონალურ თავდასხმებს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ელჩებზე, ევროპელ პოლიტიკოსებსა და ცალკე წევრ სახელმწიფოებზე. აღნიშნულია განცხადებაში. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით ენდოკრინოლოგები ორდღიან ფორუმზე შეიკრიბნენ. მასპინძელი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქია. განიხილება კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებული პრეზენტაციები. მონაწილეები ენდოკრინოლოგიის თანამედროვე მიდგომების ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენების მეთოდებზე მსჯელობენ. შეერთებული შტატების მეიოს კლინიკის წამყვანი ექსპერტები კი დამსწრე ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს ენდოკრინოლოგიის უახლეს მიღწევებსა და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ფორუმი კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიებაში 400-მდე ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტი მონაწილეობს. მართლაც საინტერესო სპიკერებით დახუნძლულია მთლიანად ეს ღონისძიება და ეს არის ალბათ მიზეზი, რის გამოც განსაკუთრებულად საინტერესოა თვითონ მთლიანად ღონისძიება. გამორჩეული სპეციალისტები, გამორჩეული პროფესორები შეერთებული შტატებიდან, პროფესორები, რომლებიც წაიკითხავენ მოხსენებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ ეს სხვადასხვა პათოლოგიების შესახებ, ენდოკრინული პათოლოგიების შესახებ, საკუთარ ხედვას გააცნობენ ჩვენ ექიმებს და ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა
ერთის მხრივ არაზოგადად და უბრალოდ გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ ახალი ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისთვის. ეს რა თქმა უნდა არის კარგი შესაძლებლობა, რომ დაიხვეწოს ქართული ჯანდაცვის სისტემა და რასაკვირველია, რომ ეს ყველასთვის სასარგებლო მოდელია თანამშრომლობისა. აი აქედან გამომდინარე არის ჩვენი სამინისტროს დაინტერესებაც, რომ რაც შეიძლება მეტად წავახალისოთ და მეტად სტიმულირება მოვახდინოთ ასეთი ტიპის აქტივობებისა, რომლის მთავარი ამოცანაც არის კვალიფიკაციის დონის ამაღლება მთლიანად ჯანდაცვის სისტემაში. მეიოს კლინიკა მსოფლიო ლიდერი კლინიკა არის რეიტინგით ნომერ 1 ჰოსპიტალი მსოფლიოში და ჩვენთვის მართლაც დიდი მნიშვნელობის არის ამ ექიმთა გუნდის მასპინძლობა. 2 დღის განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებულ ლექციებს, მონაწილეობას მიიღებენ ფორუმში მეიოს კლინიკის ექიმებთან ერთად ქართველი ექიმები და ვფიქრობ ეს ძალიან ღირებული არის არა მხოლოდ აქ დამსწრე ექიმებისთვის, ჩვენი პაციენტებისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. This forum is all about endocrinology, which is a very complex system in the body, and it's important for clinicians to learn the latest developments across the field of endocrinology, and it's really that knowledge that then enhances patient care across the world. And it's fantastic that Georgia is holding this forum. სოფელ კვალიჩი ჩინჩალაძეების ოჯახის ბაღი დიდი არ არის, თუმცა ფართობის სავსებით საკმარისია საიმისოდ, რომ ადამიანმა სილამაზით კბობა შეძლოს. არ არის რთული იმის გააზრება, რამდენად დიდი სიამოვნების მომნიჭებელია საკუთარი შრომითა და ხელებით შექმნილი ყვავილნარი. მნახველების აღფრთოვანება 68 წლის ლამარა ჩინჩალაძისთვის მეტი სტიმულია, ეზო კიდევ უფრო გაამშვენიეროს და გაამდიდროს. განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს მისივე ხელით შექმნილი დეკორაციები და ქოთნები. ამბობს, რომ შრომატევადი პროცესი დროს, ენერგიასა და სიყვარულს თანაბრად მოითხოვს უკეთესი შედეგის მისაღწევად. მე ძალიან მიყვარს ყვავილი, ჩემთვის ახლა ამათი კეთება არის სიამოვნება. ჩემთვის თერაპია არის. ბევრი მაჩუქეს, ბევრი ვიყიდე და გავაშენი ერთი მეორე სიმიდან მე. ესენი ხა ყველა შეჭრილი როკებით იხარებს ის ბზები იქით რაც მაქვს მე. და სოფინა ჩვეულებრივად მიწაში და 2-3 წელიწადში ჩვეულებრივად დიდები არიან ისინი. ბევრიც კიდე გავასაჩუქრე. გაჩუქე მის თქმა მეგობრებმა და ემატმა მივეცი. აი ამ სილამაზეს ეს თითქოს შვიდდები, წყნარდები, მომწონს ძალიან ესეთი სილამაზები, რო კიდევაც ვეფერები ამ ჩემ ყვავილებს უსვავ ხელს და ასეთ რა ჩუმჩუმად ველაპარაკები ჩემ სცენარებს. მიყვარს ამათი მოვლა, ამათი პატრონობა და ესენიც მახარებენ. მეც ვახარებ ჩემი იმით რა ქვია, ენერგიით და ძალით. აი მე ყველაზე მეტი საჩუქრე, ყველაზე მეტად მიხარია ჩემ ცხოვრებაში მე თუ კი ვინმე რამის მაჩუქებს. მხოლოდ ყვავილია ყველაზე მეტი გასახარებელი ჩემთვის. არაფერი ისი არ მიხარია ვინმე რომ რამის საჩუქარი მომიტანოს, მხოლოდ მიხარია ყვავილი. ძალიან. ჩემი ძალი იყო გასული ამის წინ ამას უყიდია. ყვავილი უკვე დაჭნა ახლა ეს ფირუსულა არის იმაში, ვარდისფერი მაშინ ვარ. ისე გამიხარდა რომ მომიტანა, ისე გამიხარდა რომ არ ვიცი პირდაპირ. მე უთხარ ბებუში ნახე რა უნდა მოგეტანა ჩემთვის. ამაზე უკეთესი რომ მე ის გამხარებოდა მეთქი. მიყვარს ყვავილები და ძალიან მიყვარს. უფრო ახლა ესენი სამთარში ეს ბალბები, ესენი ყველაფერი გარეთ მაქვს. გარდა იმ ჩინური ყვავილების ესენი შემაგშიგენ და ბალბები თუ ძალიან დიდი ყივნები იქნა ხა 5 ზევით მე უკვე ვეღარ უძეს. მანამ ცოლოფნები მაქვს მე მოწყობილი თავის ისინი ჩამოვაცმევ და მუშაობს არის ჩვეულებრივად შე. ბევრი არის ყინვა გამძლეებია. არ შემაგშიგენ და თავისთავად კიდია სამთარში. დეკორაციები ესენი ჩემი ხელით გაკეთებულია, ბეტონით არის ნამუშევარი. მეუღლე მეხმარა და ვაკეთებ. ახლაც ვქნი ვაკეთებ უბრალოდ ძირითადად და კიდე შემიძლია რომ რაღაცები გავაკეთო. ასე ჩემი ხელით დავждები, უნდა მომიტანონ, მომეხმარონ თუ არა ესე მე ავწიკო მივიტანო ასე რაღაცა არ შემიძლია. ინტერნეტში შევხედე იქ რაღაცები იყო გაკეთებული და იმის მიხედვით მე გადმევიღე და მე თვითონ გავაკეთე. ფანტაზია აზრი რაღაც ხომ მოგდის ადამიანს რაღაც ასეთ რო გააკეთო და მეც აი კიდე ბევრი რაღაცის გაკეთება შემიძლია რომ გავაკეთო, შევქმნა ერთი სიტყვით. ბევრს მოწონს, ყოფილი არიან, როგორ გააკეთო მეკითხებიან.
ისე ბევრმა შემეკითხა როგორ გააკეთესო, ჩვენც გავაკეთოთ. ვასწავლე ახლა მე ვთქვათ თუ გამოვიდით ხელიდან აი ეს ძერწვა და ასეთი რაღაცები შეიძლება გააკეთოთ. მე მოწე ყალიბი არაფერზე არ მიხმარია. თვითონ ჩემი ხელით, მოზელილი ბეტონით ესე გამუშავეს და მივეცი ფორმა. არაფერზე ყალიბი არ მაქვს ნახმარი. დათვიც რომ აქ ეგრე წყაროს თავზე გაკეთებული თავის ორი პატარა ბელით დავაჯინე ის რა ქვია თვითონ დათვი და მივამგვანე იმას გამოუწერზე მე ბეტონით. ნელ-ნელა უნდა აკეთო. ესე უცებ ვერ მიაყრე, შეშლება კიდე უნდა დაამატო და ბოლოს მე მიცემ ფორმას. გამოვკეთა რაღაცა მეხერხება ასეთ რაღაცეები, ძერწვა, ხატვა ესეთი რაღაცეები. მივაკეთებ მე ძალიან შემოდის ამათი კეთება, წყნარდები. თუ რაღაც გადართულია ეს ნევრიული სისტემა, მომწონს რომ ვაკეთებ ასეთ რაღაცეებს და დამშვიდებული ვარ. მე ერთი წელი ვიყავი მაშინ საფრანგეთში, მარსელში და მე ერთი ოჯახი არ მინახი ეგ ბინებში და ნაზია სულ გაკეთებული, სულ ყვავილები, ქუჩებია თუ სად არის არ ვიცი, სულ მარტო ყვავილები და მცენარეები. ისე არის გაკეთებული ყველაფერი. ასე ურჩევა აქაც იყოს საქართველოში და შეიყვანონ ყვავილები, გაალამაზონ თავიანთი სახლები, ოჯახები, ქუჩები და რა ვიცი. ვისაც რა როგორი შეიძლება და განწყობა ექნება. ოჯახის წევრებთან ერთად მოწყობილი ეზო და წლების განმავლობაში მიღებული შრომის შედეგი ლამარა ჩინჩალაძისთვის ჯერ კიდევ განგრძობადი პროცესია. ფიქრობს, რომ რაღაც ახლისა და განსაკუთრებული შექმნა ჯერ კიდევ წინ არის, რომელსაც თავის პატარა წალკოტში შესაბამის ადგილს მიუჩენს.